გადაცემით მწვანე რჩევები, როგორც ყოველთვის, საინტერესო თემით შემოგვიერთდა ელისო ხარჩილავა. დღეს ბაბანეურის ნაკრძალზე ვისაუბრებთ. ელისო, მოგესალმებით. დილამშვიდობის ნაკრძალების თემას ვაგრძელებთ და მოკლედ საქართველოს მდიდარია არაჩვეულებრივი ნაკრძალებით და დღეს არჩევანი გააკეთე ბაბანეურზე. კი ბატონო. მოდი ზოგადად ვუთხრათ ჩვენს ფანელს და მაყურებელს თუ რას წარმოადგენს ეს ნაკრძალი, ზოგადი ინფორმაცია მივაწოდოთ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ბუნებაზე, მრავალფეროვნებაზე გავაკეთებთ აქცენტს. კი ბატონო, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. ჩვენ დავიწყეთ ეს ციკლი ნაკრძალების შესახებ, მართლა ძალიან საინტერესოა და პერიოდულად მივყვებით, მაგრამ რაღაცა იყო ისეთი უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც სხვა გადაცემებში ქონდა გაჟღერებული, მაგრამ დღეს ისევ დაუბრუნდებით ამ ნაკრძალებზე. დღეს ეს სწორად აღნიშნეთ, ეს არის ბაბანეურის ნაკრძალი, რომელიც რო შევისწავლე ეგ ინფორმაცია ძალიან დამაინტერესა. ბაბანეურის ნაკრძალი დაახლოებით 862 ჰექტარზეა და მდებარეობს საქართველოს ისტორიულ მხარეში, ახმეტის რაიონში. და ყველაზე საინტერესო რა არის? ესე იგი, ამისი სიმაღლეები იწყება 100 ზღვის დონიდან 100 მეტრიდან და ყველაზე დიდი წერტილი არის 1300 მეტრი. ესე იგი, რამდენად ცვალებადია, ხო? ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ვაკე ადგილზე, ეს არის მთაგორიანი, ტერასულად არის, ხო? ახლა ამხელა ტერიტორიაზე რომ არის განვითარებული. თვითონ ეს ნაკრძალად ეგ ტერიტორია 2004 წელს შემოიერთა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, მაგრამ ამისი ისტორია იწყება 1963 წლიდან. და რატო არის ახლა ეს ნაკრძალად? აქ არის აი 300 წლიანი, 200 წლიანი ძელქვა. ასეთი მცენარე კავკასიური, რომელიც აი ისტორიულად არსად არ არის, მარტო აი ამ ბაბანეურის ნაკრძალში არის თავმოყრილი, რომელიც არის მეცნიერებისთვის თურმე ყველაზე საინტერესო და სანახავი და ყველაზე მთავარი, აქ არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ანუ ეს ტერიტორია აბსოლუტურად ველური ბუნება, აქ ბილიკებს ვერ ნახავთ. ანუ აქ მარტო ვიზიტორისთვის ეს დახურულია, ეგ ნაკრძალი, ეს უფრო სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები ტარდება. კი, მიმდინარეობს, კი ბატონო, და ასე თუ ვინიცობა ეს შეთანხმებით უნდა მოხდეს ძალიან მცირე ჯგუფებისთვის და აუცილებლად ზედამხედველის მეთვალყურეობით. და ჯგუფების საინტერესო ნეტა მიზნობრივი უნდა იყოს და უბრალოდ რო დამთვალიერების სტატუსით. ეხლა ნახეთ როგორ არის, რადგან ეს უკვე გახსნილია, მაგრამ ნახეთ, აი ეს მიზნობრივი ჯგუფები შერჩეული. ანუ აი ესეთი კარი ღია და მოდიდან ნახეთ, როგორც ლაგოდეხის ნაკრძალია და ჩვენა ვაშლოვანის ნაკრძალი, რომ ეგრე ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ ბილიკები არ არის. ანუ ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ძირითადად აქ არის ალაზნის მდინარესთან არის ეს განლაგებული ეგ ნაკრძალი და აქ თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ ისეთი გარეული ცხოველები და ფრინველები, რომელიც ზუსტად ამ ნაკრძალში ბინადრობს. როგორც არის თურმე გარეული ქათამი შეგიძლიათ რა, კვერდა შეგიძლიათ რომ ნახოთ, ფრინველების უცხო ჯიშები, გადამფრენი ჯიშებიც, რომელიც აი იზამთრებენ აქ, მერე სხვა ქვეყნებში გადაფრინდებიან და ამიტომ ეს არის აი როგორი იცით, აი უფრო სათუთი და უფრო ესეთი მარგალიტივით რომ უნდა მოუარო და რაღაცა უფრო ამ კატეგორია ხალხისთვის არის და ამიტომაც მე მესმის რატომაც არის ეს უფრო დაკეტილი, რომ მოუფრთხილდეთ და მაქსიმალურად ეგ ნაკრძალი შევინარჩუნოთ ძალიან დიდხანს. კი ბატონო, და აი ბუნებას რაც შეეხება მრავალფეროვნებას, ნუ თქვენ თქვით, რომ ესეთ ველური ბუნებაა, ხო? ხო, ინფრასტრუქტურაც არ არის მოწყობილი. ხო, და აი მრავალფეროვნება რა სახის მცენარეებს ხვდებით? კი ბატონო, ძირითადად რელიქტური მცენარეები ეს იმას ნიშნავს, რომ საუკუნეების მცენარეებია აქ და ნუ რა თქმა უნდა აქ არის ბზების კორომებია ძალიან ბევრი კავკასიური
კავკასიური, ანუ ქართული ჯიშებსები არის ძალიან უხა წარმოდგენილი, რცხილა არის წარმოდგენილი, კავკასიური რცხილა არის წარმოდგენილი და მუხა, ნეკერწვალი. მუხა და ყველაზე მთავარი კიდევ ეს ნაკრძალი რატომ არის დახურული? ძირითადად აქ განლაგებული მცენარეები წითელ ნუსხაშია შეტანილი. კოლხური ბზაც არის. კი, აუცილებლად და აი როგორც თავიდან აღნიშნეთ, ეს არის მაინც უფრო სამეცნიერო ბიოლოგებისთვის, გეოგრაფებისთვის და ესეთი ადამიანებისთვის საინტერესო. ხოდა რაც შეეხება წყლის რესურსს, ესეც საინტერესოა, ხო, როგორ ხდება მიწოდება? დიახ, წყლის რესურსი, როგორც ვთქვით, აქ ბუნებრივად ალაზნის ნაპირას არის ეს განლაგებული. კი, ბუნებრივად და აქ წითელ ნუსხაში, იმიტომ რომ აქ ისეთი თევზეული ბინადრობს, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. გაიგეთ, აი სხვაგან რო ვერ ვნახავთ. ხო და ამ დინარეში არის მარტო ცხოვრობს, აქ ბინადრობენ, ხო, როგორც არის ის კალმახის პოპულაციები და რომელსაც სჭირდება თურმე სპეციალური მონიტორინგი. ამ იმას ზღვის ცხოველებსაც ასე ვთქვათ, წყლის ბინადრებს უბრალოდ ზღარა გამახსენდა არ ვიცი. კი ბატონო და დაცული ტერიტორიის ნაწილი, ხო? დიახ. ეს არის ბაწარა, ბაბანეული. ძირითადად ხო, ეს ნაკრძალი შედგება სხვადასხვა ტერიტორიებისაგან, ეს არის ბაწარა, ბაბანეული და ილტოს მენეჯერული ნაკრძალი. მენეჯირებული ნაკრძალი. ანუ ეს ბაბანეურის ნაკრძალი შედგება ამ სამი ტერიტორიისაგან. ანუ მარტო ეგ არა, იმიტომ არის ეს 867 ჰექტარზე რო ვთქვით, აი ძალიან დიდი ტერიტორიაა და ხო, მოცულობითია და ეს სამი ნაწილისაგან შედგება ეგ ნაკრძალი და კიდევ არის ესეთი ინფორმაცია, რაც მოვიძიე, ბოლომდე არ არის შესწავლილი. სულ ახლახან ასე ვთქვათ 2024 წელს არის ეს მინიჭებული ნაკრძალის სტატუსით და კიდევ შესწავლა საჭიროებს და ამიტომ არის უფრო ეს დახურული. ახლა რომ მოვინდომოთ და დავირაზმოთ, ეგრე არ არის, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ინფორმაცია და შესწავლილი ბოლომდე არ არის, ხო? არის კიდევ გასათვალისწინებელი. ის კი თქვენ თქვით, რომ ეს არის ძალიან ძველი ნაკრძალი. აქ ძირითადად წითელ წიგნშია ყველაფერი შეტანილი. თან ვიზიტორებისთვის არ არის გახსნილი, მხოლოდ სამეცნიერო კვლევით ტარდება და გასათვალისწინებელი თუ ეხა როგორც ვიზიტორი ვერ მივალ და ვერ დავათვალიერებ, შესაბამისად არ ვიცი რა უნდა გავთვალისწინოთ. კი ბატონო, ნახეთ როგორ არის, რადგან აქ ინფრასტრუქტურა არ არის გათვალისწინებული ფართო მასებისთვის, ამიტომ არის ესეთი ნაკრძალები თუნდაც ვაშლოვანი, იქ შეგიძლიათ რომ ღამე გაათენოთ, მაგრამ აქ ამ ტერიტორიაზე არა. როცა გადაწყვიტავენ, ხო, უფრო ძირითადად შეგიძლიათ ახმეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯები არის თუ სასტუმრო, იქ განთავსდეთ და ოღონდ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. და ალბათ ფიქრობ მიზნობრივად და დიახ და რა თქმა უნდა, ეს არ არის აი ესეთი დაღამებამდე, იქ რაღაც გარკვეული საათებია, როცა შეუძლია ვიზიტორს ისიც მთლიანად ვერ მოასწრებ, რა თქმა უნდა, ერთი დღე. უკან დაბრუნებაც უნდა მოასწრო, რადგან აქ ველური ცხოველებიც უხვად არის, რომელიც ისევ და ისევ წითელ წიგნშია შეტანილი და უსაფრთხოების მიზნით ისევ და ისევ ადამიანების და თუნდაც ადგილობრივი ამ ცხოველებისთვის, ამიტომ იქ ღამის გასაჩერებელი არ არის, ზუსტად ეგ არის გასათვალისწინებელი. კი ბატონო. და მე მგონი სრული ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს. ხო, ისევ შესწავლის პერიოდში არის ეს, აი ბოლომდე როგორც ვთქვი, თავიდან ბოლომდე არ არის შესწავლილი, რადგან მეცნიერული დასკვნები ჯერ კიდევ არ არის და ამიტომ უბრალოდ ეს რადგან ნაკრძალია, დახურული ნაკრძალია, უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ აი ესეთი ნაკრძალები გვაქვს საქართველოში და ესეთი საუცხო, აი მართლა პირველყოფილი ბუნებასთან
გვაქვს ურთიერთობა და თუ ძალიან მოგვინდება ამისი ნახვა, არის ამისი შესაძლებლობა წინასწარი შეთანხმებით, რომ დავათვალიეროთ, მეთვალ მონიტორინგით აუცილებლად და დავტკბეთ და შევისწავლოთ ეს ჩვენი ბუნება. კი ბატონო და მართლაც საამაყოც არის რომ ჩვენს ქვეყანაში ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ნაკრძალია. და ყველაზე საინტერესო აი კიდევ რატო არის უსაფრთხოების ზომები დაცული მაქსიმალურად, აქ არის ძალიან შხამიანი ქვეწარმავლები, ძალიან დიდი რაოდენობით და აი იმ პერიოდსაც გააჩნია ხო აი ვიზიტი ახლა უკვე აპრილიდან უკვე ვფიქრობ რომ როცა ეს ხო ვითარდებიან ამოსვლას იწყებენ და ამიტომ მაქსიმალურად რადგან ჩვენ ვინ არჩუნებთ ამას როგორც ხელუხლებელი ნაკრძალი ზუსტადაც ამიტომ არის ეს შეზღუდვები. კი ბატონო, ის რაც შეეხება ბაბანეულის ნაკრძალს და ეხლა სხვა თემაზეც მინდა ვისაუბროთ. გვაქვს ხო დრო და შეგვიძლია. კი ბატონო, ზოგადად ბაღის დაგეგმარებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი წინასწარ და არსებობს ესე 5 ნაბიჯი, ხო? და აი რაზეა საუბარი, რომ გაგვიმართოთ. კი ბატონო, ბაღის ახლა გადავიდეთ სხვა თემაზე, ბაღის დაგეგმარებაზე, რომელიც შევარჩიე 5 ძირითადი ნაბიჯი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. პირველი ნაბიჯი ეს არის ტერიტორიის შესწავლა. ანუ ამ ტერიტორიაზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა და შევადგეთ ყველაზე დიდხანს სად არის ეს მზე. ეს არის აი უპირობო მანიშნებელი, აუცილებლად გასათვალისწინებელია ნიადაგი. აი ჩვენ რაზედაც სულ საუბრობთ, აი თითქოს ხო ისეთი პატარა ჩვენი ქვეყანა და ამდენი მრავალფეროვნება და აი ნიადაგშიც ყველაზე მეტი მრავალფეროვნება ნიადაგის აქ არის საქართველოშია თავმოყრილი. როგორ მახსოვს, აი როცა ვსწავლობდი, მაშინ ჩვენი ლექტორები ამბობდნენ, რომ რაღაცა მცენარე, რომელიც ჩემთან კარგად ხარობს და ჩემს სამეზობლოში, რომ წაიღოს, იქ არ გაიხაროს. აი ესეთი იმდენად მრავალფეროვანია და ზუსტად ეს პირველი ნაბიჯი მზე და ნიადაგის შესწავლა, რომ დავაკვირდეთ როგორი ნიადაგია ჩვენთან და ამისი ყველაზე კარგი მაგალითია მიმოვიხედოთ და ადგილობრივი მცენარეებს კარგად დავაკვირდეთ. რა მცენარეა და ძირითადად ეს მცენარეები არის ჩვენთვის აი როგორც კარნახის მომცემი, რომ თუ ეს ყველა მცენარეს აქვს თავისი მახასიათებელი, ხო? ზოგი ქვიშიან ადგილას კარგად ხარობს, ზოგი თიხნარში კარგად ხარობს, ზოგი მჟავიანობაში კარგად იტანს და შესაძლებელს ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუნდაც სანამ შევიძენთ ან გადავწყვეტავთ. კი, ხო, გადავხედავთ. ანუ შესწავლა ქვია ამ პირველ ნაბიჯს აუცილებლად. ქარიც არ დაგვავიწყდეს, ეს ჩვენი ტკივნეული თემა არის. საერთოდ ქარსაფარის ზოლების სინაკლები გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ. ამიტომ როცა ეს ახალი უბნები შენდება და განაშენიანება ხდება, ეს ქარის მომენტები არის ძალიან რთული, რომელიც აი დიზაინზე ძალიან მოქმედებს და უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ეს ცოცხალი ღობეები იქნება თუ ისე ღობე იქნება, რომ მაქსიმალურად სიმყუდროვე შეუქმნათ ჩვენს გარემოს. შემდეგი ნაბიჯი. აუცილებელი არის ფუნქციების განსაზღვრა. რას ნიშნავს? ფუნქციების განსაზღვრა ნიშნავს, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ამ ტერიტორიაზე. სახლი გვინდა, კი ბატონო, სახლი გვინდა, მაგრამ უკვე ეზოს ფუნქცია, ხეხილი გვინდა, ბოსტანი გვინდა, საპარკინგე გვინდა, მოსასვენებელი ზონა გვინდა, საცეცხლური გვინდა, რაღაცა სიმყუდროვე გვინდა. ამას ყველაფერზე თან ჩვენ ვისაუბრეთ 2026 წლის ტენდენციები და ვინც აი ტენდენციებს ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, წელს კი არა და უკვე 3 წელია ინტენსიურად შემოდის აი საკვებს რო იძლევა ისეთი ბაღების გაშენება. ანუ მარტო დეკორატიული ნაწილი არა. ხო, ხეხილი შემოდის ინტენსიურად. კი, ხეხილის ბაღები შემოდის ინტენსიურად და აი ეს შერეული არ უნდა იყოს დეკორატიულ ნაწილთან, ეს უნდა იყოს ფუნქციონალურად განსაზღვრული. შერევა არ არის მიზანშეწონილი შერევა, იმიტომ რომ ხეხილოვანი მცენარები ვიცით, რომ ჩვენ ფოთოლმცვენია, ძალიან ბევრჯერ ჭირდებათ შეწამლა, მოვლა, გადაბელვა და ის ფოთოლს რო დაიცვენს, ის დავადება არსად არ მიდის, გადმოდის დეკორატიულ მცენარეებში
მცენარეებში, მარადმწვანე მცენარეებში ეს ფოთლოვანი იქნება თუ წიწოვანი იქნება. აი ერთ სივრცეში დავშოთ ერთ მხარეს დეკორატიული და მეორე მხარეს ხეხილი შეიძლება. კი. აუზის თემაც არ დაგვავიწყდეს, აუზიც ახლა ვისაც კერძო სახლი აქვს და ძირითადად მაინც აუზებს აკეთებენ და ეს ამ ჩამონათვალს ქვია ზუსტად ეს ფუნქციონალური ჩამონათვალი. რა გვინდა ჩვენ ამ ეზოში? ახლა მე რაც ჩამოთვალე შეიძლება ეს ერთ ეზოში არც იყოს საჭირო, ხო? ახლა მე როცა დავაგეგმარებ სიტყვაზე შეიძლება აუზი არ მომინდეს, მაგრამ მომინდეს ხეხილი. ანუ ეს არის ფუნქციები, რასაც ჩვენ ადამიანები მოვიხმართ და გვინდა ჩვენს ეზოში რო იყოს. ანუ ეს არის მეორე ნაბიჯი? ეს არის მეორე ნაბიჯი, კი, ფუნქციური ნაბიჯები. კი ბატონო. მესამე ნაწილი არის ანუ ბილიკები. ბილიკების ნაწილი, ხო, ძალიან. ანუ ეს ბილიკების ფუნქციური უნდა იყოს. ბილიკის დანიშნულება რა არის? ამ პუნქტიდან რაღაცა B პუნქტამდე უნდა მიგვიყვანოს. ანუ ჰაერზე არ უნდა იყოს ეს ბილიკი გამოკიდებული, რაღაცა დანიშნულება უნდა ქონდეს, სად მივდივარ. სად მიმიყვანს მე ეს ბილიკი, ხო? აი ჭიშკრიდან შედიხარ, ნუ სახლში შედიხარ ძირითადად, იქ საპარკინგი იქნება და მერე დამხმარე ბილიკები ქვია, ზუსტად ამ ფუნქციურ ზონამდე რომ მიგვიყვანს, ეს მოსასვენებელი ზონა იქნება, საცეცხლური ზონა იქნება, თუ ბოსტნის ხეხილის ზონა იქნება. ნუ ეს ბილიკის თან სტრუქტურას გვიქმნის, ხო? ბილიკით განისაზღვრება, რა სტილისკენ მივყავს ჩვენ საერთოდ ეს დაგეგმარება. ესე მაინტერესებს თანამედროვე ბაღის მოწყობაში, ანუ ტენდენციებში ბილიკი შენარჩუნებული, ბრძანებელია ამოიღოს. კი, არა, აუცილებელი არის ბილიკი. ეს არის მაქსიმალური კომფორტი. ბილიკი, აი წვიმიან ამინჩი რომ ფეხი არ დაგისველდეს და რაღაცა, ხო? აი ამიტომ მე საერთოდ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ბილიკზე, რამდენად მჭირდება ეგ ბილიკი. აი გონებით უნდა წარმოიდგინო ბილიკი მართლა საჭიროა, შეიძლება ისეთი აი თუნდაც აი უკანა ზონაში მაქვს მე ხეხილის ბაღი, ხო? შეიძლება ეგ ბილიკის გარეშედაც აღმოჩნდეთ, რადგან ხეხილის ბაღში ძირითადად გაზონი არა გვაქვს, ხო? ან მოიხრეშოს, ან რაღაცა მინიშნება იყოს და ახლა წვიმიან და ქარიან და ისეთ ცუდ ამინჩი ხეხილის ბაღში არავინ არ შედის, უფრო მაინც ზაფხულის ამბავია. აი ნახეთ, აი მაქსიმალურად დატვირთული და ნიშნული უნდა ქონდეს ამ ბილიკს. ისთვის გვჭირდება ეს ჩვენ ახლა სულ ბილიკებით დახუნძლული ეზოც. ხო, სულ დახუნძლული ბილიკებითაც არ არის, ხო, ლამაზი გაზონი გვეკარგება და სივრცე გვეკარგება. ბალანსი ყველაფერს გვჭირდება. კი ბატონო, მეოთხე ნაბიჯი, მცენარეთა შერჩევა. ნახეთ ახლა რა ხდება ძირითადად ეგ პრობლემები აქვთ ადამიანებს. აი ეს რაც მე ჩამოთვალე, ნახე ახლა მეოთხე ადგილას არის მცენარეები, ხო? ხო, შემეძლო რომ პირველივე მცენარეები. არა, ჯერ ნიადაგი უნდა განსაზღვროს ჩვენ, ჯერ მზის ამბავი უნდა განსაზღვროს ჩვენ, ჯერ უნდა დავაგეგმაროთ და მერე გადავდივართ უკვე მცენარეებზე. იმიტომ რომ როცა უკვე მე სტრუქტურა გაკეთებული მაქვს, ხო, იქ უკვე ზუსტად ვიცი მე რა რაოდენობის მცენარე მჭირდება და რა მცენარე მჭირდება და ჩვენი შეცდომები ძირითადად ახლა მე რასაც უყურებ, ჯერ გარბიან და მცენარეებს ყიდულობენ და მცენარე ნიადაგს ხო უნდა მოერგოს. კი და მე არის ხოლმე შეკითხვები, რომ აი მოვიტანე მცენარე გამიფუჭდა. აი რატო მოუარე ეს? ნუ არ არის ხო, სწორად არ არის მცენარე შერჩეული და ამიტომ ბაღის დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია სპეციალის მივმართვა. კი და ეს მცენარეც ახლა ჩვენ ნახე, როცა მივდივარ საყიდლად, ეგრე არ უნდა იყოს, რომ იქ იმ წუთში გადავწყვიტოთ. ეს წინასწარი რაღაცა სია უნდა გქონდეს, განსაზღვრული უნდა გქონდეს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ მჭირდება მე ეს მცენარე, თუნდაც ვერცხლისფერი ნაძვი, სოჭი მჭირდება, ფოთლოვანი, დეკორატიული საკურა. გაიხარებს ეს? ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. კინეულია, როდესაც მცენარე იღუპება. კი, ვიცით თან რომ ძალიან ამხელა შრომა ჭირდება. შრომა ჭირდება და ნუ რა თქმა უნდა ფასიც არ არის, ხო? მარტივი ხარ გაზრდილი მცენარეები. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კი, როცა დიდი სივრცე არის, აი თითქოს და ესეთი დაუკმაყოფილებელი გრძნობა გვაქვს, რომ აი ვერ შეივსო ჩემი ბაღი. თქვენი ბაღი იმიტომ ვერ ივსება, რომ ჯერ მცენარეებს აი 5 მეტრიანს არავინ არ ყიდულობს. ყიდულობთ მცირე ზომის. აუცილებლად უნდა დაველოდოთ, მოთმინებით უნდა აღვიჭუროთ და დაველოდოთ ჩვენი მცენარეების გაზრდას და გარდა ხეებისა აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ბუჩქოვანი მცენარეები. რა მაინტერესებს, აი ნუ
ვისაც ძალიან ეჩქარება, ასე ვთქვათ, მოუწმენელია და უკვე უნდა გაშენებული ბაღი. რამდენად მიზანშეწონილია, რომ უკვე გაზრდილი მცენარეები ჩავდგოთ. ხო, თუ სეზონურობას დავიცავთ, ხო, ძალიან მიზანშეწონილია და გააჩნია სადყიდულობთ. თუ ქოთანში არის დაფესვიანებული ეს მცენარე, რატომაც არა. ეხლა ნახეთ, თებერვალი, აი სადღაც 20 თებერვლის მერე უკვე გრუნტიდან ამოღება მცენარეების არ უნდა გავრისკოთ. უკვე ის სეზონი გავიდა, ანუ მცენარეების გადარგვები ხდება, როცა მცენარეს ძინავს. ეს არის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. აი ამ პერიოდში თუ რამე გადასარგავია, ან რაღაცა გრუნტიდან შემიძლია რომ წამოვიღო ეს მცენარე, ხო? აი ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეგ გრაფიკი, ასე ვთქვათ, უნდა გავითვალისწინოთ და მერე დანარჩენი, როცა უკვე ქოთანშია დაფესვიანებული მცენარე, ის ახლა ჩვენ აგვისტოშიც გაგვიშენებია ბაღი, მაგას უკვე პრობლემა არ აქვს, თუ ინფრასტრუქტურა მოწყობილია და სწორად არის ეს მცენარები შერჩეული. კი ბატონო, ეს მეოთხე ნაბიჯი. ეს მეოთხე. ეხლა მეხუთეზე გადავიდეთ. მოვლის გამარტივება. ნუ საინტერესო. ხო, ეს სტენდი ხა ცხოვრების ისეთი რიტმია, რომ კი. ხო, მე ყოველთვის აი ესე ვთქვათ, ჩემთვის ყველაზე პირველი კრიტერიუმი არის ბაღი არის ადამიანისთვის და სიამოვნებისთვის. თუ ბაღს ზედმეტად და ნამეტნავად მოვლა სატანჯველად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მობეზრება იცის და ვიცი რომ აი 5-6 ტანჯებს ყველაფერი გვეზდება. კი, გვეზრდება. ნამდვილად ასე არის და ზუსტად ეს არის ყველაფერი, რომ თავიდანვე დაგეგმარებული უნდა იყოს ეს ყველაფერი, ეს ბაღი არ არის 1 და 2 დღის, ეს არის გრძელვადიანი პროექტები და აი მარტივი ბაღები ზუსტად ამას ნიშნავს, რომ მცენარეები ისეთი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს ეკოსისტემას ერგება და მარტივად მოსავლელი, ანუ ზედმეტი მოვლა პატრონობა რო არ ჭირდება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მულჩირებაც. მულჩირება ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ზამთარში, საბანია ასე ვთქვათ, მცენარეებისთვის, ზაფხულში ტენიანობას ინარჩუნებს, ზამთარში კიდევ ყინვისგან იცავს ჩვენ მცენარეებს. აი ესეთი მარტივი მცენარეებისაგან და ინფრასტრუქტურისგან შეგვიძლია ჩვენ ეს რო გავაკეთოთ. აი მაინც ისეთ მცენარეებს, აი აფრიკაში რო სასწაულად რო ხარობს, ის მცენარეს აქ ჩვენ საგურამოში ნუ დავრგავ. ხო, ნუ შეიძლება ძალიან მოგწონს და სურვილი გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა სპეციალისტის რჩევები გავითვალისწინოთ. გამარტივებაში შედის მორწვის სისტემაც ავტომატიკაზე აყვანილი, ასე ვთქვათ, რომ აი ეს ჩვენ რო არ მოგიწიოს, ასე ვთქვათ, შლანგით და ვედროებით სიარული, ეს ყველაფერი აი ინფრასტრუქტურაში შედის ეს. რაღაცა გარკვეული პერიოდი ვერ მივხედოთ. ვერ მივხედოთ, ხო? ეს მორწვის სისტემა აადვილებს. კი ბატონო, მორწვის სისტემა აადვილებს და კიდევ აი სულ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ძირითადად დაჯგუფება მცენარეების, ანუ მცენარეები ქაოტურად ნუ ჩავრგავთ. ყოველთვის მოსავლელადაც მარტივია და ესთეტიკური თვალსაზრისით, როცა დაჯგუფებულია მცენარეები და თავის კომპოზიციებშია მოქცეული. აი ეს არის ის ძირითადი 5 ნაბიჯი, რაც დამწყებმა უნდა გაითვალისწინოს. დაჯგუფებასთან მიმართებაში ზოგადად ეხა თანამედროვე ტენდენციებიც ესეთია, რომ ველური ბუნება და ანუ ესეთი ველური ბაღებია. კი. ამ სტილით მოწყობილი, ძალიან აქტუალური და ამ შემთხვევაში დაჯგუფება ხდება, როცა რა თქმა უნდა, ნახეთ, როცა ველური ბუნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტანობით გამოირჩევა, ხო, გვალვაგამძლეობით გამოირჩევა. ანუ თავისთავად ხდება დაჯგუფება. რა თქმა უნდა, თავისთავად და აქ ეხლა ისეთ გადაპრანჭულ მცენარეს ნუ დავსვამთ, როცა ველური დაჯგუფება გვაქვს, რომელსაც ზედმეტად მოვლა უნდა, ხო? აი ზუსტად ამას ნიშნავს. ის თავის თვითონ პატრონობს, ასე ვთქვათ, ხო, მოუვლის, ხო. და ეს ყოველთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაჯგუფება, სულ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე. თუნდაც აი გაზონი გვაქვს, ხო და აი გაზონის მოვლისთვისაც, როცა მცენარეები დაჯგუფებულია, უფრო მარტივია, ვიდრე სადაც სხვა ნაწილებში თითო დრო არის მცენარე ჩარგული, ხო, ყოველთვის რთულია. ამერე ნახეთ მცენარებს ისეთი თვისება აქვთ ადამიანებისაგან განსხვავებით, რომ მეზობლობენ კარგად ერთმანეთთან.
ასე ვთქვათ, იქ ქარისგან დაცვა არის, იქ მზისგან დაცვა არის, აი მცენარეებს როცა დაჯგუფებაში ვაკეთებთ, ხო, აქ მცენარის ზრდის ტემპერამენტიც გათვალისწინებული გვაქვს, ხო? ზოგი არის სწრაფმზარდი, ზოგი ნემზარდი არის. სამეზობლო ყალიბდება. კი, აი მოჭდილვის იმაშიც ერთმანეთს რო ეხმარებიან და აი ზუსტად იმიტომ არის ეს დაჯგუფება კარგი, რომ აი სიას როცა ჩამოვწერთ და მცენარებს როცა შევარჩევთ, ხო? აი მარტივია, უფრო გიმარტივდება ბაღის გაშენება. ელისა, რამდენად ითვალისწინებს დამკვეთი, აი თუნდაც ამ ხუთ ნაბიჯს ბაღის გაშენების პროცესში? თუ დამკვეთმა სპეციალისტს მიმართა, რა თქმა უნდა, იმიტომ მომმართავს ის ადამიანი, რომ უნდა გაითვალისწინოს და თამით უმეტეს როცა შენ საფუძვლიანად უხსნი ადამიანს, რატო არის ეს ასე მიზან მიმართული, ის რა თქმა უნდა გეთანხმება. თუ თვითნებურად იწყებს ბაღის მშენებლობას, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეცდომები მოგდის და მერე უკვე ბაღის გადაკეთება არის ძალიან რთულია. ნამდვილად რთულია, იქ ხარჯებიც გასათვალისწინებელია, იქ წყლის სისტემა გადასაკეთებელია და ყოველთვის ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია სპეციალისტს მიმართოთ და ამით ფინანსებსაც დავზოგავთ, რა თქმა უნდა. ფინანსებსაც დავზოგავთ, ნერვებსაც დავზოგავთ და ბაღიც მე საბოლოო შედეგი ძალიან კარგი გვექნება. მადლობა ელისო, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მანას და მაყურებელს ვეტყვი, რომ ეთერში იყო გადაცემა მწვანე რჩევები. ჩვენ ვისაუბრეთ უპირველეს ყოვლისა ბაბანეურის ნაკრძალზე, ხოლო შემდეგ ბაღის გაშენების ხუთ ნაბიჯზე. მადლობა წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე. თქვენ მადლობა, ეხლა ზუსტად სეზონი იწყება და კარგი იქნება თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებენ. რადიო მედიის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდები.